გამარჯობათ მეგობრებო. ეს შევეცდებით შევაკეთოთ ესეთი RTR Max-ის ხელის ელექტროინსტრუმენტის ბატარეების დამტენი. მოკლედ, მფლობელის გადმოცემით დამტენს აქვს ესეთი პრობლემა. ის უბრალოდ არ ერთვება. ბატარეა შევამოწმეთ, ბატარეა კარგ მდგომარეობაშია. ეს ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ბატარეაა, დატვირთვის გარეშე სრულ ძაბვას არაჩვენებს. როგორც კი დატვირთვა გამოჩნდება, როგორც კი მიხვდება BMS კონტროლერი, რომ აკუმულატორი ჩართულია ინსტრუმენტზე, ერთეულია ინსტრუმენტზე, აქ გამოდის სრული ძაბვა 18 ვოლტი. ბატარეა მუშაობს, შემოწმებულია, დაგვრჩა ჩვენი დამტენი მოწყობილობა. საკმაოდ ისე გამოიყურება, ხელში მძიმეა. დასაშლელად აქ 4 ესეთი თვით ჩამხრახნი ხრახნია. ესეთი ფორმატის, როგორც ხედავთ, უკვე ამოხრახნულია ეგენი. შესაბამისად, ახლა გავხსნათ და ნახოთ თუ რა ხდება შიგნით. გამოვთოთ ჩვენი მულტიმეტრი. აგერ აიხსნა. შედავდოთ ფრთხილად გვერდზე. საკმაოდ მტვრიანია შიგნით. პირველი, რასაც ვხედავთ, ნახეთ, გაშავებული მცველი და თვალით ჩანს გაწყვეტილი ძაფი მცველის. ერთ ტრანზისტორზეა, სავარაუდოდ უკუსვლით ერთტაქტიანი სქემაა. აგერ არის დროსელი, აქ შოტკის დიოდი და უკავშირი 2 ოპტრონით, 1-2 ოპტრონი. ერთი გამომავალ ძაბვას ასტაბილურებს, მეორე პასუხს აგებს ბატარეასთან BMS დაფასთან ურთიერთობაზე. შესაბამისად, ძალიან გავს, რომ ეს არის ორიგინალი დამტენი, რადგანაც გვაქვს ყველა ტიპის ფილტრი. ნახე, ქსელის სადენზე ჩამოცმულია ესეთი საკმაოდ მსხვილი, ნახეთ, გაბარიტები, საკმაოდ მსხვილი ესეთი ფერიტის რგოლი, საკმაოდ დიდი კვეთის, რომელზეც 2, ნახეთ, 2 ხვის, 2 სრულფასოვანი ხვის სახით არის შემოხვეული ქსელის სადენი. ეს არის პირველი ფილტრი, მაღალი სიხშირის დაბრკოლებებისგან დასაცავად, ქსელის დასაცავად, რადგანაც ეს იმპულსური კვების ბლოკი მუშაობისას წარმოქმნის მაღალი სიხშირის იმპულსებს და პოტენციურად აბინძურებს ქსელს. შემდეგ მოდის სრულფასოვანი ქსელის ფილტრი. ნახეთ, X კონდენსატორი, მაღალი სიხშირის, ასევე მაღალი სიხშირის დროსელი, შემდეგ მოდის ისევ X კონდენსატორი, შემდეგ მოდის სიმფაზური დროსელი და უკვე ამის შემდეგ მოდის ესეთი დიოდური გამმართველი, დიოდური ბოგირი მიკროსქემა. გარდა ამისა, შემომავლზე დგას თერმისტორი, რომელიც ამ კონდენსატორის დამოხტვის დენს ამცირებს, ზღუდავს, იმისთვის რომ დაიცვას დიოდური ბოგირი და არ გადაიწვეს ჩართვის დროს და აგრეთვე ხედავთ, აქ დგას ვარისტორი, როდესაც დამწვარია ხოლმე იმპულსური კვების ბლოკებზე, ამ ტიპის იმპულსური კვების ბლოკებზე, როდესაც დამწვარია დამცველი, აუცილებლად პირველი ვნახოთ ხოლმე ვარისტორი, ხომ არ არის ვარისტორი დაზიანებული. რასაც ჩვენ თვალით უყურებთ, ვარისტორი დაზიანებული არ არის, ფერი შეცვლილი არ აქვს, კორპუსი გახეთქილი არ არის. თუმცა საბოლოო დასკვნას ამაზე დადებს მულტიმეტრით შემოწმება. სხვა ისეთი თვალით ხილული დაზიანება დაფაზე არ ჩანს, სავარაუდოდ დაფა არის ორმხრივი და მცირე ზომის დეტალები, მათ შორის ეგრეთ წოდებული განიმპულსური კონტროლერი, PWM კონტროლერი უნდა იდგეს დაფის მეორე მხარს. ნახოთ, უხსნათ. დაფა დამაგრებულია საკმაოდ ბევრი თვით ჩამხრახნი ჭანჭიკით. 6 ცალი ჭანჭიკია.
ესე ჯანჯიკები შევხსენით, დაფა აიწევა. ამას ძირს აუცილებლად ვათვალიერებთ, რომ სადმე არ იყოს სიშავე, რაც ტემპერატურული ზემოქმედების შედეგია. არაფერი მსგავსი არ ჩანს, შესაბამისად კორპუსს გადავდებთ გვერდზე და გადმოვაბრუნებთ ჩვენს დაფას ფრთხილად. ესე. აქ საკმაოდ დიდი რაოდენობის მცირე დეტალებია დაფის მეორე მხარეს. უნდა ვერიდოთ ამ ელექტროლიტურ კონდენსატორს და ისე არ უნდა გავაკეთოთ ახლა როგორც მე გავაკეთებ. მისი განუხტვა უნდა მოხდეს რეზისტორით. და არა ესე ვარვარული მეთოდით. კი ბატონო. აქაც ვათვალიერებთ SMD დეტალებს დაზიანებაზე. ჩანს რომ სითხეს აქვს შემოღწეული ერთ შეხედვით, სითხეს აქვს შემოღწეული დასველებულია. შეიძლება ამის ბრალიც იყოს დაზიანება. ოპერაციული გამაძლიერებელი უნდა იყოს. კი, ოპერაციული გამაძლიერებელია 4 არხიანი LM324. ეს არის ველითმართვადი ტრანზისტორი. ამის დანიშნულება ჯერჯერობით არ ვიცი. კი, დაცვის ქსელშია ჩართული ეს ველითმართვადი ტრანზისტორი. მისი მეშვეობით მართავს გამომავალ დენს ჩვენი ოპერაციული გამაძლიერებელი. ეს უნდა იყოს უკვე მიკროკონტროლერი. იმდენად დახვეწილი სქემაა, რომ მიკროპროცესორია ჩაშენებული შიგნით. ესეთი მიკროპროცესორია, მიკროკონტროლერი. მარტივების საკითხს ასევე ვახერხებ. აბა ADC 2011 1727 კორეაშია დამზადებული კონტროლერი. ADC 2011. მოკლედ, არ ვიცი, რაღაც უცნობი კონტროლერია. თუმცა არ ამგონია კონტროლერის პრობლემა იყოს, გარეგნულად არაფერი ისეთი მაგას არ ეტყობა. ეხლა დავიწყოთ დიაგნოსტიკის პროცესი. ეს არის მცველი. და მიუხედავად იმისა, რომ მცველი დაზიანებულია, მაინც მოკლე შეთვას ამჩვენებს. ნახოთ კონდენსატორზე არის თუ არა მოკლე შერთვა. სამწუხაროდ მოკლე შერთვა კონდენსატორზე. ეს ძალიან ცუდია. დიოდური გამმართველი ბოგირი მუშა მდგომარეობაშია. ყველა დიოდი ადგილზეა. კი ბატონო, ყველა დიოდი მუშაა. თერმისტორი მუშაა. ვარისტორიც მუშა იქნება. ისეთი ეჭვი მაქვს, კი ბატონო, ვარისტორიც მუშაა. აქეთ არის მოკლე შერთვა. ეს არის ჩვენი ველითმართვადი ტრანზისტორი. დიახ. ეს არის ველითმართვადი ტრანზისტორი. ორი დიოდია, ორივე გარღვეულია. დიოდებს რა ევალებათ, არ ვიცი. შეიძლება ეგეთი მომენტია დიოდებზე დენის ძაბვის ვარდნა ხდება და ამ ძაბვის ვარდნით იკვებება ჩვენი შიმ კონტროლერი, PWM კონტროლერი. ესეც არ ვიცი ახლა გამართულია თუ არა. ეს მინუსია. ესეთ გამართულს გავს. კი ბატონო. გამართულს გავს. ესენი გარღვეულია აშკარად. ესეც გარღვეულია.
კაი, ეგორი დიოდი უნდა ამორჩილოთ და ნახოთ. ეს ორი. ნახოთ. აგერ დიოდები. 1 და 2. ორიონ წუბრიდან არის გამოსული. დიოდების დასახელება. აი ჩვენი დიოდები. აი, ორი დაზიანებული დეტალი უკვე ნახეთ. ეხლა ნახოთ გაქრა თუ არა მოკლე შერთვა. მაინც ეს მოკლე შერთვა. ეს რეზისტორები აყენია, ეხლა ეს არის სანახავი. საინტერესოა. იბატონო, ნახოთ რა რეზისტორებია. ერთომიანი რეზისტორებია 2 ცალი. ანიშნულება არ ვიცი. შეიძლება ეს რეზისტორები ჩართულია როგორც დენის შუნტი. შეიძლება ჩართულია როგორც დენის შუნტი. მოკლე შერთვა. ამასა და ამას შორის. კი ბატონო, ტრანსფორმატორის გავლით არის მოკლე შერთვა. ველითმართვადი ტრანზისტორიც დაზიანებულია. აი, ტრანზისტორიც უნდა მოხსნათ. ისე ვერ მიუდგებით ტრანზისტორს, თუ მისი რადიატორი არ მოხსენით. აი, მოხსნათ რადიატორი. რადიატორი მოხსნილია. ახლა უკვე ტრანზისტორი მოხსნათ. გავწმინდეთ თან. ეხლა ესეც გავწმინდოთ, ნახოთ ერთი რა ტრანზისტორია, ვინ არის, რა ქვია. TF10N60. TF10N60. თერმოპასტა გამშრალია. ვნახოთ დიაგნოსტიკა ენარხიანი უნდა იყოს სავარაუდოდ. რახან ენი აქვს დასახელებაში, შესაბამისად გეიტზე მინუსი. და source drain-ი ვნახოთ. გარღვეულია. პირიქით ვნახოთ. გარღვეულია. სრულ მოკლე შერთვაზეა drain source-ი. გადასასვლელი გარღვეულია. Drain source. აი. ვიძიოთ ახლა ეგეთი. შესაბამისი პარამეტრების ტრანზისტორი ვერ ვიშოვეთ. ვიშოვეთ ესეთი ტრანზისტორი IRF-BC 30. ეს არის 600 ვოლტიანი, 3.6 ამპერიანი ტრანზისტორი. სუსტია, ვიდრე ის, რომელიც ეყენა დენის მიხედვით. თუმცა
ზაბვის მიხედვით იგივეა და სითბოს გაბნევის მიხედვით უკეთესი უნდა იყოს. თუმეტეს თუ ხარისხიანად გავაკეთებთ. ხარისხიანად გაკეთებაში გულისხმობთ ესეთ ახალ თერმომემბრანას საიზოლაციოს, ესეთ შაიბას, შუასადებს, ეს არის თავისი ჭანჭიკი, ესეთ ვარიანტში კეთდება ეგ ამბავი და იყენებთ ესეთ ჩინურ GD 900 თერმოპასტას. დავუსვათ თერმოპასტა რადიატორს. ესე. ძალიან ბევრიც არ მიყვარს ხოლმე. დავაფინოთ ჩვენი ესე. თერმოსაიზოლაციო მემბრანა და ზემოდანაც დავუსვათ და ჩას თვითონ გააბნევს. ესე. Okay. საკმაოდ საიმედოდ არის. შუა ფეხს გადავღუნავთ ისევე როგორც იყო ორიგინალში. ახლა ესეთ ვარიანტში. ესეთ ვარიანტში. და ჩავაყენებთ ადგილს. მოვაბრუნოთ. ეგ არის. კი ბატონო. დაჭდა ადგილზე. ეხლა დავამაგროთ რადიატორი და მხოლოდ შემდეგ გავაკეთებთ მირჩილვას. ეხლა უკვე შეგვიძლია ზედმეტები ფეხები მივაჭრათ და დავრჩილოთ.
მოკლედ კადრს მიღმა მოგვიწია ესეთი ცვლილებების შეტანა. დამწვარი ტრანზისტორის 10N60-ის ნაცვლად, TF10N60-ის ნაცვლად დავაყენეთ 3.6 ამპერიანი 600 ვოლტიანი MOSFET-ი, რომელიც მალევე გამოვიდა მწყობრიდან, ან აღმოჩნდა არა ორიგინალი. გაყალბებული ვარიანტი, ჩინური, შესაბამისად მაგან არ იმუშავა და მოგვიწია დავეყენებინათ 9N60. 10N60-თან შედარებით ცოტა სუსტია, თუმცა ბევრი არაფერი წესით უნდა იმუშაოს. ჩავრთეთ, ჩაერთო, ავაწყვეთ და ნახოთ ახლა რას გვეტყვის, რას იზამს. დავაფაროთ თავი. შევხედოთ, რომ არსად არაფერი არ ამოკლევდეს. ასე. დაიწყო. ბატონო. ეხლა გადავიწიროთ პირჯვარი და შევაერთოთ. ჩაერთო. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. მუშაობს. ყველაზე მთავარი ახლა უნდა შევაერთოთ დატვირთვა. ნახოთ დატვირთვას გაუძლებს თუ არა. ესეთი ბატარეა. საკმაოდ დაძაბული მომენტი. ჩაერთო. ჩვენ და გასაოცრად ჩაერთო და მუშაობს. აქ მუშაობს. შვენიერი, ძალიან კარგი. გაიხარდება პატრონს. ავალობთ ახლა პედალები. აქ მუშაობს. გავტესტავთ დაახლოებით საათ ნახევარს, სანამ არ გადაირთვება იქ მწვანე და შემდეგ უკვე ტესტირების მერე პატრონს გადავცემთ. ესეთი არც თუ იოლი, თუმცა არც ძალიან ძნელი რემონტი აღმოჩნდა. მადლობა ყურადღებისთვის.